მივესალმები ტელემაყურებელს. მეც დავიწყებ იმით, რითაც ვიწყებთ და ამასაც როცა ვამბობთ, რომ აი რამ მდგომარეობაში აღმოჩნდით ამ მდგომარეობაში, რომ ტელეეთერს ვიწყებთ იმით, რომ სოლიდარობა სინდისის პატიმრებს, ხო? სოლიდარობა ჟურნალისტებს. სოლიდარობა ბავშვების მშობლებს, რომლებიც თავიანთი შვილებისთვის ითხოვენ წამალს. ეს უკვე თავისთავად ისეთი მძიმე თემებია და ისეთი მძიმე მიმართულებებია, რომ თავისთავად უკვე გვაჩვენებს, განსაზღვრავს აი ამ სიტუაციის მთელ სიმძიმეს და ეს არის ის ძალიან მცირედი, რაც ამ წუთში ვთქვით და უამრავი სხვა რამ ხდება ამ მიმართულებით. უნდა გვეცინებოდეს თუ უნდა ვბრაზდებოდეთ. რო არ გავიცინოთ, ეხლა მართლა მტერმა უყურა ამ ყველაფერს ღიმილის გარეშეც და ბუნებრივია, ესეც არის ბუნებრივი რეაქცია, მაგრამ მე აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას, ვინც ფიქრობს, რომ აი სულ სიცილში არ უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სადღაც შეიძლება ეს დატვირთვაც გქონდეს ამას, რომ ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ, ცოტა მეტი გავიცინოთ, ვიღლიცინოთ, რაღაცა ფლეშმობები მოვაწყოთ სოციალურ ქსელებში და ამით რაღაცნაირად გავამასხარაოთ ეს. გამასხარავება კარგია, დიქტატურა მართლა უნდა გაამასხარაო, შეუძლებელია. სხვანაირად, მაგრამ ამავდროულად ეს ყველაფერი ხდება. ხდება ჩვენი ცხოვრების რეალური ცხოვრების ნაწილი. მართლაც გაგეცინებოდა ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაკავებაზე, მაგრამ ეს ხდება. გაგეცინებოდა ცხადია, ახლა სკროლვის დეპარტამენტი, მაგრამ ადამიანები დასაქმდებიან იქ, სამუშაო ადგილები შეიქმნება, დიდი ხელფასები ექნებათ, რომ დილიდან დაღამოებამდე უყურონ ამ ყველაფერს და ამოკრიბონ სიძულვილის ენის თაობაზე შემთხვევები, ხო? მაგრამ ისინი ჩვენ ხო არ ვიცით ტროლბოტებზე ვლაპარაკობდით, რომ ეს სიძულვილის ქარხანა რაც შექმნეს და რაც ყოველდღიურად წამლავს მართლა ამ საზოგადოებას, რომ ამის გაჩერებას ემსახურება? არა, ხო, ცხადია. და რას მოემსახურება ეს? ამას ჩვენ დავინახავთ. მაგალითად, მე თუ გუშინდელი დებატი იყო კახი კალაძესთან, ქალაქის მერთან და მე მქონდა განცდა, რომ ის ძალიან უტიფრად იტყუებოდა. და მე თუ ვიტყვი, რომ ის უტიფრად იტყუებოდა, ეს შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მე მას რაღაც შეურაცხყოფას ვაყენებ. შენც ამბობდი, ინგა, ხო, რაღაცა შენს მოსაზრებას გამო. მე რო ვთქვა, რომ თქვენი მთავრობა არის კორუმპირებული, იმიტომ რომ 14 წლის განმავლობაში რაც გაგიკეთებიათ, ბავშვების ფული წაგიღიათ სახში, ჯარისკაცების ფული, სკოლების, სოცდაუცველების, ტენდერების და რა ვიცი, ამაზე შეიძლება შემოგედა. ჩვენ გვახსოვს ახლა მე და არინას უფრო მეტად ვიდრე ვინმე სხვას, რომ საბჭოთა პერიოდში არსებობდა სიმბოლური ენა, ხო? პირდაპირ არ ითქმებოდა რაღაცები, მაგრამ ითქმებოდა შეფარვით, მეტაფორით და ამავდროულად ითქმებოდა კულისებში, ხო? და დღეს ახალმა თაობამ შედარებით ნაკლებად იცის ეს და როგორც ჩანს სურვილია რომ ახალ თაობაშიც გაჩნდეს, დაინერგოს ეს რაღაცა შიში, რომ მაინც არ მინდა რაღაცა შარში გავეხვიო და უნდობლობა ადამიანებისა ერთმანეთთან, რომ თუ თქვათ სადღაც სუფრაზე, ან სადღაც ბირჟაზე, ან სადღაც ტაქსში ადამიანები ლაპარაკობენ ასეთ თემებზე, ხვალ ზეგ შეიძლება სიტუაცია მოიტანოს და აღარ მოუნდეთ ადამიანებს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ იფიქრონ, რომ რა ვიცი, აბა ვის ველაპარაკები და მე შეიძლება როგორ მომიტრიალდეს ეს ამბავი. ანუ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენ გაუფორმებელ დიქტატურაში ვიცხოვროთ. ამას არ ერქვას დიქტატურა, მაგრამ რეალურად ბევრი მახასიათებელი კონდეს დიქტატურის, მაგრამ ყველაზე მეტად ამის მიღმა რა იმალება და ჩვენ გავიცინებთ, მაგრამ პროპაგანდა მუშაობს, ხო? პროპაგანდას ვინც ექვემდებარება, ის ადამიანები, რასაც მიაწვდის ხელისუფლება და პროპაგანდისტული საშუალებები, იმას მიყვება. ამიტომ მთავარი
მე ვფიქრობ ხელისუფლების, აი ამ ძიმე ხელისუფლების ამოცანა არის, რომ იმ ხალხამდე არ მივიდეს, აი მას გონია, რომ ეხლა ჩვენ რაღაცა თემებზე, მაღალ მატერიებზე თუ ვლაპარაკობთ, იმას არ ეხება, მაგრამ სიტყვაზე ჩვენ თუ დავანახებთ ხალხს და ხალხი სოციქსელებშიც ხედავს ამას და სხვადასხვა საუბრებშიც ამას ხედავს, რომ ჩვენ სეგრეგაციული საზოგადოება ჩამოვაყალიბეთ. ვასიკო ამბობდა ეხლა რომ ჩემი შვილებიც იგივენაირად შიმშილობენ როგორც თქვენი შვილები. აი ხო რაღაც ესეთი ვითარება შეიქმნა რომ კასტა ჩამოყალიბდა რომელსაც არანაირი პრობლემა არ აქვს და დანარჩენ საქართველოს აქვს ყველანაირი პრობლემა. მათი შვილები ისწავლიან კარგ უმაღლეს სასწავლებლებში, კერძო სკოლებში, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, მაგრამ ჩვენ შვილებს აი ამ მათგან გადადგმული ნაბიჯები ძალიან ძიმე თვეების გავლა მოუწევთ და მე საერთოდ განათლების თვალსაზრისით, როგორც ეროვნულ გამოცდებზე ახლა, ისე შემდგომ სასწავლო პროცესში, ისე აბიტურიენტებს, რომლებსაც აჯერებდნენ, რომ უფასო სწავლა ექნებოდათ და ამ შემთხვევაში საერთოდ უსწავლელობა ემუქრება ამ ხალხს და ხვალდაზე გაღმოაჩენს ეს ხალხი, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რაღაცა ბრწყვილ აფერებში, რომ დაუხატეს განათლების რეფორმა. აი მანქანებზე კანონები ავიღოთ, ხო, ვითომ რაღაცა მაღალი მიზნები რომ ქონდათ, რომ მას უფრთხილდებიან ეკოლოგიას ქალაქში, მაგრამ ჩვენ დავინახავთ რას, რომ ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ გაუმჯობესება და 2-3 წლით ახალი მანქანის ყიდვა, ისინი ამას ვერ იყიდიან და ძალიან დიდხანს ივლიან ძველი მანქანებით, მაგრამ სამაგიეროდ არანაირი პრობლემა არ ექნება ელიტას, პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ფულში ცურავს შეიძლება ითქვას და ყოველწლიურად ახალ მანქანებს გამოიცვლიან, როგორც სამსახურებრივს, ისე საოჯახო მიმართულებით. ჩვენ ჯარიმები, ხო, ამ რომელმაც გააწამა მართლაც ყველა ჩვენთაგანი, ხო? აბსოლუტურად ესეც სეგრეგირებულია, ხო? ვიღაცა ნაწილი იხდის ამ ჯარიმებს, მაგრამ არის კასტა, რომელსაც აბსოლუტურად არ ეხება ეს ამბავი. ფასების გაძვირება რა მნიშვნელობა აქვს მილიონერი როა და მილიარდები მოპარული რო აქვს მისი ოჯახის წევრებს და პარლამენტში აგერ ქალბატონი დავინახე ხშირად გამოდის ხოლმე და მამამის მილიონები აქვს 60 მილიონი მოპარული წინა ხელისუფლების დროს და დღესაც იპარავს რაც შეუძლია ყველა მიმართულებით. იმას რაში უნდა შეეტყოს ფასის გაძვირება, ეხა კვერცხი რამდენი თეთრით მოიმატებს თუ მოიკლებს, არანაირად მათი პრობლემა ეს არ არის. ეს ყველაფერი, ფასების გაძვირება, ბენზინის გაძვირება, არც ეს არ დაარტყამს მათ ჯიბეს არანაირად. ურტყამს მოსახლეობის ჯიბეს, ურტყამს ოჯახებს, ეს ხალხი ან გარბის აქედან, ან სიღატაკეში ცხოვრობს, სეგრეგაცია მიდის მართლაც აი ამ ნიშნით, რომ რაღაცა ფეოდალებივით კასტა ყალიბდება და დანარჩენი გაჭირვების ზღვარზე და გაჭირვების ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, რომლებსაც ხან ჩასვამენ სოციალურად დაუცველთა სიაში, ხან არ ჩასვამენ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე შეზღუდვები იმიტომ ხდება, რომ არც იმად გაუჩნდეს პროტესტი, ვინც რეალურად გაბრაზდება და დღეს მერწმუნეთ, რომ მათი მომხრეებიც უკვე ბრაზდებიან ამ მიმართულებით, იმიტომ რომ შენც გეხება მისი ქართული ოცნების მომხრე ხარ, ამომრჩეველი ხარ თუ მოწინააღმდეგე, შენც გეხება ის ყველაფერი, რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს და აი ამ მოსალოდნელი გაბრაზებისაგან თავის ჭკუაში იცავენ თავს, მაგრამ ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრი უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, ბევრი უნდა ვთქვათ ამის თაობაზე და გავაბრაზოთ ხალხი, აუცილებლად. რაც შეეხება ახლა ბილდსიტყვაობას, მართლა აქ ყველამ თქვით, არც გამომიყენებია და არც ვაპირებ რომ თუმცა შიშებზე კაპიტალიზაცია მოახდინეს სერიოზულად და უპირველეს ყოვლისა ომის შიში, ომის თემა. და ეს იყო ძალიან მზაკრული და ბინძური, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას ცოცხალი ემოცია აქვს ომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი აგერ იყო აფხაზეთის ამბები და აგერ ძალიან ცოტა ხნის წინ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და
მთელი შეფუთვა ამათ, აი ეხლა სომხეთის ამბავსაც რომ კი ბატონო, კი ბატონო. მთელი ეს შეფუთვა მიდის როგორ რომ აი ეხლა უკვე ამ ომის შიშით ნახე ისინი მაინც როგორ თავის დროზე როგორ ჭკვიანურად იქცეოდნენ გახსოვთ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა რომ აი მე სომხური პოლიტიკა მომწონს რომელიც ძალიან არის კოორდინირებული და ინტეგრირებული რუსულ პოლიტიკაში მაგრამ დღეს მათ აღარ მოსწონთ სომხური პოლიტიკა და დღეს ამბობენ რომ აი რაღაცა უგუნური გადაწყვეტილებებით იმათ შეიძლება პრობლემები გაუჩინონ და აი ჩვენ ვართ ხალხი რომლებიც აი ამ პრობლემებს გარიდებთ თავიდან და ეს საერთოდ მე არ ვიცი ღიმილის მომგვრელი ქვია თუ ტრაგიკულია ეს ამბავი რომ ის რაც მართლა საბჭოეთში ნიანგის ფურცლებზე იწერებოდა რომ რაღაცა კაპიტალისტები როგორი საზღარი ხალხი იყვნენ და ზანგებს რო აწვალებდნენ და იქ რო შიმშილი იყო იქ რო უბედურება იყო და ასე შემდგომ ეროვნული მოძრაობაში რაღაცებს რო წარმოადგენდნენ ისეთი ადამიანები კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ამ დღეებში გამოდის და ამბობენ რომ გერმანიაში რა უბედურება ხდება როგორ გაღარებდა გერმანია როგორი უბედურება ტრიალებს იქ და საერთოდ ევროპა როგორ მიდის დიდი ასე ვთქვათ დაცემისკენ და ჩვენ დავჩინით ოღონდ სამიზნე ჯგუფებზე ალბათ ხო და ამას ვამბობ რომ როგორ ჩანს ხო ესენი რაღაცა მართლა კვლევებს ატარებენ და რაღაცა ჯგუფებზე ეს ყველაფერი მოქმედებს და უინფორმაციობა ეხა ალბათ იმედის ტელევიზიას რო უყურო ერთი კვირა შეიძლება რაღაც შენ თავში ეჭვი შეგეპაროს რამდენად სწორად ფიქრობ და რამდენად სწორად აზროვნებ ხო და ადამიანები რომლებსაც ჩართული აქვს დღე-დაღამე იმ რაღაცა მის გამო გასართობი გადაცემების გამო და ეს გასართობი გადაცემები კიდე ცალკე თემა არის ამ მიმართულებით ეს არის რა თქმა უნდა გამიზნული პოლიტიკა და ეს გამიზნული პოლიტიკა იმ სენტიმენტზეც მოქმედებს რაზედაც ლევანი ამბობდა და იმ პოსტსაბჭოთა რაღაცა ნოსტალგიური თემები გააცოცხლეს და რუსული ხედვით საქართველოს და ქართული იდენტობა არის ჭაჭა, ხაჭაპური, დოლი და გარმონი, ხო? ამის იქეთ არ მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ასე არ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, ჩვენსას, რომელიც არის პატარა ტერიტორიით, მაგრამ დიდი შესაძლებლობების და დიდი პოტენციის ქვეყანა. ყველა მიმართულებით ეხლა ვასკა ამბობდა, სწორედ, აგერ ეს კვარა გამოფრთხინდა, აგერ ისეთი რომ დათოს დავესესხები ასე ვთქვათ, რომ ესეც ხო რაღაცა იმ რაღაცა დიდი მასშტაბის თემაა და მე არ მეგულება არც ერთი მიმართულება დიდი სამეცნიერო დარგებისა, სადაც ქართველებს არ გვყავდეს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და მე ვნატრობ იმ დროზე, როდესაც საქართველოში შეიქმნება სიტუაცია, რომ იმ ადამიანების ცოდნა, გამოცდილება და ნიჭი რაღაცნაირად მოხმარდება საქართველოს. დღეს ეს არ ხმარდება, იმიტომ რომ საქართველოდან ტვინების გადინება ხდება და არ ხდება ტვინების შემოდინება, იმიტომ რომ აქ აღარ რჩება არანაირი ასპარეზი და შესაძლებლობა იმისთვის, რომ ტვინმა იმუშაოს პროგრესზე. აქ ვლაპარაკობდით სტუდენტების თემაზე, ხო? მე აი ვერ ვხარშავ ამას მომკალით და აი ზვიად ცეცხლაძე უნივერსიტეტის სტუდენტი რომ ზის ციხეში აბსოლუტურად უსამართლოდ რანაირად იტანს ამას უნივერსიტეტის სტუდენტობა. აი რანაირად შეიძლება ესეთი რამ ხდებოდეს, რომ ამის თაობაზე პროტესტი არ იყოს. კაი, რაღაც ვთქვათ, რაღაც სხვა თემები შეიძლება რატომღაც არ ვიცი, არ მესმის, არ გადარდებდეს და სტუდენტებს ბორკილებს ადებენ უნივერსიტეტის ეზოში და ეს იყოს ჩვეულებრივი ამბავი. მაგრამ მე ჩემი გამოცდილებითაც და რაღაცნაირი როგორც მკვლევარის დაკვირვებითაც ჩვენ გვაქვს ერთგვარი ემოციური იმპულსი, რომელიც რაღაცა პერიოდებში უფრო მეტად ცოცხლდება. ეხლა გავრილოვის ღამე უარესი იყო თუ ის რაც დღეს ხდება, შეიძლება რომ შეადარო რა, არა მასშტაბით, მაგრამ იქ აფეთქდა რაღაც, დღეს აღარ ფეთქდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი ემოციის დაგროვების გარკვეული ციკლურობა და როდესაც რაღაც ნიშნულთან მივდივართ,
მთელ ემოციას ხარჯავთ და მე თავიდან ვიწყებთ ამის დაგროვებას. 2000 აი ამ არჩევნებზეც ბევრი ენერგია გაიხარჯა, მოლოდინსაც გულისხმობ ამ ყველაფერში და იმედსაც გაიხარჯა, შედეგი არ დადგა ისეთი, როგორცაც ველოდებოდით. შემდგომ იყო უკვე აი ამ ევროპაზე უარის თქმა და ეს რაღაცა საოცარი მუხტის გამოსვლები, ხომ, რომლის მაგვარიც არ გვახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიაში და ეს მუხტიც რაღაცნაირად კი არ გაილია, მინელდა და ცოტა უკან გადაიწია და ამას ჭირდება ახალი ემოცია და უცებ შეიძლება მართლაც გავრილოვის მაგვარ რაღაცა თემაზე ისე აფეთქდეს თავიდან, როდესაც აივსება ისევ ეს ენერგია და ეს არის ყველაზე მეტად რაც აფრთხობს და ამ ენერგიის ჩაჭუჭკვა უნდა და მაგის გაკონტროლება, რომ არ აზვიდეს რომ სადღაც არ მოხდეს ეს. ქურამის შიში აქვს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ დავინახეთ, როდის დაიხია მან უკან. დაიხია სწორედ მაშინ, როდესაც აი ამ აფეთქებული ენერგიის შეეშინდა. თორემ სხვა დანარჩენი ჩვენ ახლა ვართ ღველფივით, როგორც რუსთაველის საზოგადოება თუ პროტესტი ინახავს აი ამ ღველფს, ისე სადღაც თუნდაც რეგიონებში თითო ადამიანი რაღაც ამ ღველფს, მაგრამ ეს ღველფი საჭიროა სწორედ იმისთვის, რომ მე ერთ მშვენიერ დღეს აი კარგი დიდი კოცონი დაგიწყოს. მადლობა ფიქრი, აი ვასკა კი ბატონო. მართლაც ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. ხო, ალბათ.